საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ნოდარ ლომინაძე შვეიცარიის საზღვარზე დააკავეს. ჯეოთიმის ინფორმაციით 21 წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველმა იზოლატორში 24 საათი გაატარა. მიზეზი ეშტორილის მხრიდან დაშვებული შეცდომა გახდა. კლუბმა ფეხბურთელს სამუშაო ვიზის თარიღი შეცდომით გაუკეთა. ნოდარს კი ეს ევროკავშირის საზღვრის წესების დარღვევაში ჩაითვალა. ახლა პორტუგალიელები დაჩქარებული წესით ცდილობენ ქართველ ნახევარმცველს საბუთები განუახმონ. ნოდარ ლომინაძე საქართველოში დაბრუნდა. ის რამდენიმე დღის განმავლობაში სამშობლოში ივარჯიშებს. ზედიზედ მესამედ იტალიის საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ იასპარეზებს. იტალია ბოსნია და ჰერცეგოვინასთან გადამწყვეტ მატჩში პენალტების სერიაში დამარცხდა. 2002 წლის შემდეგ პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს თურქეთის ნაკრები. ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად მუნდიალზე მოხვდა ჩეხეთიც. გუშინ ცნობილი გახდა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მონაწილე. ზაფხულში გასამართ მუნდიალზე ისტორიაში პირველად 48 ქვეყნის ეროვნული გუნდი ითამაშებს. FIFA-ს რეიტინგი განახლდა. ლიეტუვასთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრები რეიტინგში 2.5 ქულით დაწინაურდა და 72 ადგილი დაიკავა. ქართული გუნდის წინ ახლა იამაიკა იმყოფება. სიის სათავეში კი საფრანგეთია, რომელმაც კოლუმბიასთან მოგების წყალობით ესპანეთსა და არგენტინას გადაასწრო. ტრავმის შემდეგ გიორგი ქოჩორაშვილი სპორტინგს დაუბრუნდა. კლუბის პრესპიკერის ცნობით ქართველმა პორტუგალიურ კლუბთან ერთად ვარჯიშიც განაახლა. ქოჩორაშვილმა ბოლო შეხვედრა 5 თებერვალს ავეშთან ჩაატარა. 68 წუთზე კი დაზიანების გამო შეცვალეს. ტრავმის შემდეგ ქოჩორაშვილი ამ დრომდე მკურნალობდა. მან მარტში საქართველოს ნაკრების ორივე თამაში გამოთვალა.